ჯგუფებზე ფეხმძიმედ მყოფი ახალგაზრდა ქალი მშობიარობისას გარდაიცვალა, ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს. შემთხვევა თბილისში მოხდა, დამატებითი დეტალები უცნობია. ქალის ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. კურდობა ქუთაისში ავტომობილიდან დიდი ოდენობით თანხა და ლეპტოპი მოიპარეს. ინფოიმერეთის ცნობით შემთხვევა მესხის ქუჩაზე მოხდა. უცნობმა პირებმა ავტომობილიდან სხვა ნივთებთან ერთად ჩანთაც წაიღეს, რომელშიც დიდი ოდენობით ფული იყო. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. მედია საშუალებას შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით გაუუქმონ პაპუაშვილი პარლამენტში წესებს ამკაცრებს. მისი მტკიცებით ინიციატივის მიზანი ევროპარლამენტთან დაახლოება. პაპუაშვილმა არ გამორიცხა, რომ სანქცია არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ იმ მედიასაც შეეხება, რომელსაც ჟურნალისტი წარმოადგენს. სომეხმა ხალხმა ძლიერი რუსული წნეხის მიუხედავად მაინც ევროპული მომავალი აირჩია, ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას. სომეხ ხალხს ევროპული მომავლის არჩევა მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმაც. ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თქვენი უფლებისთვის იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩიოთ, დაწერა ზელენსკიმ.